საკითხია ის რამდენად დადებითი ან რამდენად უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მსოფლიო ლიტერატურაში ეს არის პირველი ქართველი პერსონაჟი და ამას აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ და ყველა ქართველმა მეტნაკლებად ეს განათლებულია თუ გაუნათლებელია მედიას შესახებ რაღაც გარკვეული წარმოდგენა აქვს და იცის თუ იყო ეს მედია. მოდი ვიდრე სანამ ნაწარმოებზე გადავიდოდეთ, რომ და მედიას არ სურდა ეს ადამიანები და მოკლედ ყველანაირად ცდილობდა რომ მამა მieყვანა იმ დასკვამდე რომ შვილები მოეშორებინა და დედამ შესვლა ოქროს ერკემალზე და შავი ზღვის თავზე ფრენით ჩამოვიდნენ მოუახლო, თუმცა და ჰელე ჩამოვარდა ზღვაში ერთ-ერთ ადგილზე, მას ჰელეს ზღვასაც უწოდებენ, ახლა ეს არის ახლანდელი დარდანელის სრუტე, დღევანდელი დარდანელის სრუტე და იმან ფლიქსემ გააგრძელა გზა და მოხვდა სწორედ კოლხეთის სანაპიროზე, შავი ზღვის კოლხეთის სანაპიროზე. ის იახლა აიებს იმდროინდელ მეფეს კოლხეთისას და შესწირდა ცხვარი ღმერთებს გადარჩენისთვის, აქ ჩამოსვლისთვის და ეს ოქროს ტყავი, რომ გაატყავა ცხვარი, ოქროს ტყავი, ოქროს ბეწვიანი ტყავი აჩუქა იმას რა ქვია აიეთს, რომელიც შემდეგ ერთ-ერთ ტყეში ინახებოდა და მას გველეშაპი პატრონობდა. აი ასეთი არის მითი ზოგადად ოქროსაწმისისა, ოქროსაწმისი როგორ ჩამოდის საქართველოში, თუმცა ჩვენ წინ უკვე ვილაპარაკეთ, რომ მეცნიერებმა დამამტკიცეს, რომ სულაც არ შეიძლებოდა მხოლოდ წყლიდან, ანუ აი ოქროსაწმისი ყოფილიყო მაინც და მაინც ცხვრის ტყავი და ოქროს ბეწვი და ასე შემდეგ. შესაძლებელია ოქრო მაღაროებიდანაც გამოიყენებოდა. ამის შემდეგ როგორც არის დაინტერესებული საბერძნეთი, კერძოდ იასონი, რომელიც არის იორკის მეფის შთამომავალი, მემკვიდრე, გადაწყვეტს, რომ წამოვიდეს კოლხეთში სწორედ ამ ოქროსაწმისის მეჯერ მიცგიხვებით, ოქროსაწმისის მოსაპოვებლად. ამაში მას ღმერთები ეხმარებიან და აუგებენ გემს არგოს და 50 რჩეული მეომარი ჰერაკლე, ძალიან ცნობილი მითოლოგიური გმირები შედიან ამ 50 ადამიანში, რომელიც არგოში ხდებიან და გეს იღებენ ძალიან დიდხანს. ათენას მეფეს მოხიბლავს, ასაკიანია უკვე ათენას მეფე. მერე ეს კაციც აღარ მოეწონება და მისი შვილს დაადგავს თვალს და ცდილობს, რომ შვილს მამა მოაკვლევინოს. ხვდებით, ამას მიუხვდება მეუღლე და განდების და არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ მედია ბრუნდება კოლხეთში და იქ ბერდება და ასე შემდეგ. მოკლედ მითის ორგვარი ვერსიის ვარიანტი მოგაწოდეთ მე თქვენ და ეხლა რაც შეეხება თვითონ იმას, რა ქვია, პირველი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც დაიწერა მედიას შესახებ, ეს გახლავთ ევრიპიდეს მედია. დაწერილია 25 საუკუნის წინ, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში, კერძოდ 421 წელს, ევრიპიდემ იგი გამოიტანა ათენში ერთ-ერთ ტრაგედიათა კონკურსში. 3-დან მესამე ადგილზე გავს ევრიპიდეს ეს ტრაგედია, სწორედ მამა მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ 3-დან მესამე ადგილზე გავიდა, დაიწუნეს ბერძნებმა თავდაპირველად ეს ნაწარმოები, იმიტომ რომ ნაწარმოებში დასასრულში მან ისეთი რამ დააბრალა მედიას, რაც ნამდვილად არ ჩაუდენია და როდესაც ბერძენი მაყურებელი მიდის თეატრში რომ უყუროს რაღაცა სპექტაკლს, მან იცის აი ამ მითის დასაწყისიც და დასასრულიც და ელოდება რომ დახავს იმას, რაც მითის შესახებ იცის, მაგრამ ეს გადასხვავებული ვერსია, რომ მედია თავის შვილებს თვითონ კლავს, ავადვე ბერძნებმა არ მოიწონეს და რაღაცნაირად არ შედგა მაშინ მაგის პრემიერა, თუმცა ამას წელი არ შეუძლია მომდევნო საუკუნეებში და იმავე საუკუნეში და მალევე წლებში იგივე ათენშიც, რომ სცენიდან არ ჩამოსულიყო და ევრიპიდეს მედია და თქვენ წარმოიდგინეთ უფრო მეტიც, ეს ნაწარმოები არის პირველი ნაწარმოები, რომელიც არის ინსპირაციის წყარო ყველა დანარჩენი მედიასადმი მეცნიერი მხატვრული ტილოსი, ეს იქნება კინო, სპექტაკლი, მხატვრული ნაწარმოები თუ ძალიან ბევრი ცნობილი. იცი არ ჩაიდინო ესო მოგოკლე შვილები არ დახოცვა ასე შემდეგ. შენ სახელს ახარსოდეს აღარ დაარქვევა შვილებს. და მე დღეს აგები მინდა უთხრა იასონს,
რომ ქართველი დიახაც აკნევენ მედიას დღემდე თავიანთ შვილებს ჩვენ ყავდა ერთი ასეთი პიროვნება ისტორიული პიროვნება შადინაც რომელიც ლუარსაბერის კარზე იყო მოღვაწეობდა ერთ-ერთი ვაზირი გახდა თავადი რომელიც მათგანში გამეცესაც შადინმა დააჩერა და მინდა გითხრათ რომ სწორედ ის საუკუნის შემდეგ როდესაც უკვე შადინანი აღარ არსებობდა როდესაც შადინას უწოდეს მოღალატე ქართველს მართლა აღარ დაუქმებია ანუ შადინმანობა ფენომენალურია საქართველოს სინამდვილეში და შადინას მართლა და შადინმანობა არის სინონიმი ღალატისა, მოღალატეობისა. მაგრამ ასე არ მოხდა მედიაში შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, ამასაც უღალატა რაღაც მომენტში რომ, მაგრამ აქვს მედიას ისეთი პასაჟები, რომელზეც ძალიან სიღრმეებში თანდათან შევალ, რომელიც გვაძლევს ახსნას რაღაცებისას, რომ ეს ხალი ბოლომდე კი არ ამობრძულოთ. კი არ ამობრძულოთ, არამედ მადლობას უთხრათ, რომ მსოფლიოს მან გააჩნია თავი, ეხლა როგორ და რანაირად ეს კიდე სხვა ამბავია, დიახაც ბატონიას, რომ მინდა გითხრათ, სადაც ანდები ამ სამყაროში გამფენილი თუ ხარ, როგორც მითოლოგიური გმირი, დიახ მედიას ისევ აკნევენ საქართველოში, დიახ მედია იყო უჭკვიანესი კოლხი ქალი, დიახ მე მყავდა დედა, რომელსაც ერქვა მედია, რა თქმა უნდა, გავსებას, დედულის გავსებას მე ჩემ დედასა და ამ მედია შორის ვერ ვხედავ და მე მინდა გითხრათ, რომ თუ კარიერაში არ ჩამოვარდნებ, მე დღევანდელ ლექციას განსაკუთრებული სიყვარულით მოწწევით ლუცხვი. პროფესორ ანდრეევი ცუდაა. ასე ვქვა მედია და ნამდვილად არ დაუხევია ჩემს მედიას და ბაბუას უკან იმის გამო რომ ასე ყავდა ესეთი ვითომდა შვილების მედია რომ თავიანთი ქალიშვილების და მედია მოკლედ ვითარებით მედიცინაც მანამდე მაგრამ მედია იყო ერთ-ერთი პირველი მონაცრება იმისა რომ ბალახები შეიძლება განკურნება მასში ხო არსებობდა ეს ქიმიური მედიკამენტი ტერმინი მედიცინა ერთად ამ მედიას არსებობას ემყარება რომ ამას როდესაც მივიდოდი აკეთებდა და მე ცოტა განკურნება ძალიან კარგია ასე ჩამერთეთ ხოლმე და თქვათ არ უნდა და არ გამოსდიოდათ რაღაცნაირად არ წერდნენ და პირველი ვინც ეს გაბედა მინდა გითხრათ რომ ის 19 საუკუნეში ჩვენი ადამიანები მან დაწერა ესეთი პიესა პირველად იყო ჩანაფიქრი რომ სამ ნაწილად უნდა ყოფილიყო ეს პიესა მაგრამ რაღაცა ვერ განხორციელდა და ის განსაკუთრებულად შეეხო იმ პერიოდს რომელიც უფრო მედიას მაწვრთნელობასა შემდეგ რაღაც მომენტებსაც მოიცავს აი მინდა რაღაც მომენტებს კი არა საბერძნეთში ყოფნის დროსაც მოიცავს ძალიან ცდილობს აკაკი იყოს ტენდენციური ძალიან ტენდენციურია ცდილობს რომ გაამართლოს მედია და აკაკის სცენარში მედია თითქოს თავის ნებით კი არ მიყვება იასონს არამედ მედია ტირის ნერვიულობს თითქოს ძალდატანებით წაიყვანა იასონმა მედია საბერძნეთში ну მოკლედ ეს სპექტაკლი დაიდგა შემდეგ მოგვიანებით სცენაზეც მაგრამ ამაზე მე ვისაუბროთ კინოსა და თეატრში ამის შემდეგ აკაკის შემდეგ რაღაცა ლექსიც მიუძღვნა მაგალითად ფაქტობრივად აკაკი მზა გაუხსნა ოთარ ჭილაძე შებედა და თავისი კალამი მოусვა პროზაშიც და ეს პირველი პროზაული გიტანიანი ნაწარმოები რომანი გახლავთ ზაზე ერთი კაცი მიდიოდა ნაწარმოები არის 3 ნაწილისაგან შედგება მაგრამ პირველი ნაწილი თავიდან ბოლომდე ეძღვნება კოლხეთის თემას და კერძოდ მედიას თემას ძალიან შევშტაბებაც ახლა ნაწარმოების გაანალიზება ამიტომ მე იმ პირველ ნაწილს შევეხები თორემ ახლა არის ბოჩია და ფოთოლა ბახას სარდაფი აი ულამაზეს სცენას მიხატავს და ნაწარმოები იწყება ასე რომ ვანს ტოვებს სხვა მიდის ჩვენგან ანუ ვანი იცით სადაც არის ვანს ტოვებს სხვა და ამას ამჩნევს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი აფრასიონი მაგრამ ვერ ახდობს ამას ვერც ამ ხელს არ რაღაცა ვერ უწყდება საკუთარ თავს ერთადერთი ადამიანი ამჩნევს და ნელ-ნელა მიდის სხვა ჩვენგან
და ვანი ეს ულამაზესი კოლხური ქალაქი, სადაც მეფე არის ჩვენი აიეტი, თავისი დარია ჩანგის ბაღი, სადაც ნამდვილი ხალხი ისვენებს, თავისი იმით რათია ბაჩას დუქანი 40 სართულიანი, სადაც ჩადიან ეს კოლხია და დაღლილი კოლხი ადამიანები და სულ თავისუფლებას სწორედ ბახუსის ეროსის საშუალებით ეძლევიან სხვავენ და აი ეს ბაჩაც, როდესაც შეუკვეთავენ ერთხელა და ღვინოს 2 საათის, იცით რატო? მას ამ ყველაფრის ყურება უფრო აინტერესებს, ადამიანის განცდების ყველაფრის ყურება უფრო აინტერესებს, ის ტიპიური რესტორნის მეპატრონე კი არ არის, რომელიც ფულით არის. ერთ თხოვენ ორს მეორეს უფასოდ აცლებს, გესმით? საოცარი ჰარმონია იქ არის შავთვალება მალალო, რომელიც იცით საიდან არის? ბაბილონიდან არის, უძველესი ფესვებიდან არის, თავისი 6 ქალიშვილით, რომელიც გაჭრილვაშვილით გვანან დედას. აი ძალიან ისეთი იდილიური სამყაროა ბავშვებო რა, უფროსებოც და ბიჭებო მეგობრებოც. აი აქ უცხო ადამიანის შემოსვლა იწვევს აი ამ იდილის რღვევას. იასონი ჯერ მოდის ფრიქსე, რა თქმა უნდა, იმით გემით, რომელსაც გემით მეთქი. აი ემერე კემალით, რაც მითში მოგიყევით, იგივე წერს ოთარ ჭილაძე და სხვათა შორის აფრასიონი მე მგონი თუ მეთევზე ნახავს აი ამ ცოცხალ მკვდარ ბავშვს, აი ამ ერკემალზე გადმოიყვანს, უპატრონებენ და ასე შემდეგ და აი ამ ოქროს საწმისის ჩამოსვლას კოლხეთში მოყვება დისჰარმონია ნელ-ნელა, იმიტომ რომ იასონი ჩამოდის აი ამ ოქროს საწმისის სასახებად. პირველად იასონი აიეტის სასახლეში ხვდება მედიას და როდესაც მედიას დაინახავს, ოთარ ჭილაძე ამას ძალიან ლამაზად ზღვის ხმაური მომესმაო, ანუ ვიღაც უბრალო ქალი კი არ არის, ესეთი ზღვასავით მღელვარე, ისეთივე ძლიერი, ისეთივე ცვალებადი, როგორც სხვა და სხვათა შორის სხვა ნაწარმოებში არის მე მგონი ნინო ხარატიშვილთან მედია თავად ამბობს, რომ მედია ქალი არის, ზღვა ქალია და მე ზღვა ვარო. გესმით და სინამდვილეში ეს მითოლოგიიდან იღებს ეს წინადადება სათავეს თუ ოთარ ჭილაძისგან გადაიღო ნინო ხარატიშვილმაც მე არ ვიცი, მაგრამ აშკარაა რომ მან ზღვის ღელვა შეიქმნა, როდესაც მედია დაინახა და პირველი რამაც გააოცა ის გააოცა მისი ხელების სრულყოფილება. თითქოს რაღაცა მწერალი გვამზადებს, რომ აი ამ სრულყოფილებაში, სრულყოფილია როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად ძალიან ჭკვიანი ქალი და აი ამ სრულყოფილებას მამ რაღაც უნდა ჩაიდინოს. ისეთივე სრულყოფილი დანაშაული, რომელსაც ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, თუნდაც მოდით ესე ვთქვათ. თავისივე სურვილით მიყვება, ბატონო, მიცის რომ თან იცის რასაც ჩაიდენს, ეწინააღმდეგება არ იგებს ძალიან და თავისივე ხელით, მედია საკუთარი ხელით მოკლავს თავისივე ძმას. თუმცა არსებობს მითში ვერსია, რომ ის კლავს, იასონი კლავს ზურგში დანის ჩარტყმით, მაგრამ რატომაც ოთარ ჭილაძემ ესეთი ვერსია განავითარა თავის ნაწარმოებში. სხვათა შორის, აი ამიტომა გენიოსი თავად ოთარ ჭილაძე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის უდიდესი პატრიოტია თავისი ქვეყნის, გენეტიკურად ქართველია, ის მაინც არ ცდილობს იყოს ტენდენციური, ის თან ამართლებს და თან ამტყუნებს მედიას. გესმით, ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე ამართლებს, თან ამართლებს და თან ამტყუნებს და იღებს ესეთ გადაწყვეტილებას, რომ წყდეს მედიაზე თხრობას იქამდე, სანამ იგი ქალიშვილობის ასაკშია, სანამ იასონთან ერთად კოლხეთშია. მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთი წინადადებით ამთავრებს პირველ თავს, მან ღალატით მოკლა თავის ძმა. მორჩა, ჭილაძე აღარ მიყვება მედიას საბერძნეთში, რაც ჩაიდენს, გესმით? თითქოს თავი არის და იმ მძიმე სცენების აღწერას შეიძლება თავიც არ არის და მაგრამ მას ჰქონდა მიზნად დასახული ის, რომ ეჩვენებინა ის შინაგანი პასაჟი, რამაც გამოიწვია მედიას ღალატი ჯერ მხოლოდ სამშობლოს მიმართ და თავისი მამის მიმართ და ამავე დროს ღრმად პოლიტიკური ნაწარმოებია. აი ეს მოჩვენებითი იდილია, საბჭოთა კომუნისტური სამყარო,
სადაც ყველაფერი თითქოს ისია დავარცხნილი, რომ აი ყველაფერი ძალიან ლამაზად მიდის, რაღაც იდილიურად. აი ეს აღარასოდეს აღარ იქნება და იცი ზღვამ რატომ მიგვატოვა? ჩვენი უზნეობით რაღაც არ მოწონს ჩვენში მორალურად, ჩვენი უზნეობით გაღიზიანებული ის, ნახეთ როგორ ამბობს ოთარჯილაძე, ის ისევე მიდის ჩვენგან, როგორც აქეთ-იქით ცოლის, აქეთ-იქით წანწალი თავმობეზრებული ქმარი. გესმით როგორ ამბობს? ანუ ქალი, რომელიც არის ჩადის მეუღლის გვერდში ყოფნის დროს სიძვას და ეს ამოუვიდა ამ ქმარს ტელში და თვითონ მიდის აი ამ ქალისგან. აი ამ ზღვას ასე ამოუვიდა ტელში რაღაც ისეთი, რაც ამ ქვეყანაში, რაც იმ სამყაროში ხდება, რომელ დროსაც და რომელ ეპოქაშიდაც ოთარჯილაძე ცხოვრობდა და მიგვატოვა აი ამ დიდმა ვეშ. დაბინძურდა რაღაც არ არის ისე აი ამ ნიღბებით ამხარებულ კომუნისტურ სამყაროში ამ ქვეყანაში ისე აღარ ხდება და თითქოს ოთარჯილაძემ 70-იან წლებში დაწერა ხალხს წინასწარ მეტყველა რომ მალე ამ ქვეყანაში ყველაფერი კი არ დამთავრდა. ეს ქვეყანა ისევ იქნება უბრალოდ ზღვა წავიდა ჩვენთან, ვანიდან წავიდა და გაჩერდა სოხუმში და ბათუმში ხო? ყველაფერი ისე აღარ იქნება, უბრალოდ რაღაც იქნება, მაგრამ ისე აღარ იქნება და ნამდვილად ეხლა წინასწარ მეტყველა და მოვიდა კიდევაც საქართველოში ჩვენი საქართველოს თავისუფლება, მაგრამ როგორ არის მასათარანაიროსული კუნთმაგარი გმირი იასონი. გესმით, ანუ ეს რაღაცა გენეტიკური კოდის ქება თუ უბრალოდ ნამდვილად ასე სჯერა ოთარჯილაძეს, ამის დამტკიცებას ვერ შევძლებ, უბრალოდ ცდილობს ყველა პერსონაჟს თავისი ისტორია შეუქმნას. არც ერთ პერსონაჟს არ ტოვებს ისე. აი მაგათაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აფრასიონის სახე, ასევე აიეტის. არ ტოვებს ესე გაუგებრად აიეტს. აიეტზე ამბობს, რომ გვიხატავს მის განცდებს, როგორ ნანობს თავის წარსულს, თავის შეცდომებს. გესმით, აანალიზებს, რომ ამ შეცდომების შედეგია ის, რაც მის ქვეყანას დაემართა, ის რომ ოქროსაც მისიც დაკარგა, ის რომ შვილმა უღალატა, გესმით და ინანიებს აი ეს აი ყველა სულში მიწვევა ოთარჯილაძე და ცდილობს, რომ 21 საუკუნეში ასეთი წიგნი არსებობს, მე მოვიტანე კიდეც რეკლამის სახით, რომ ბავშვებმა წაიკითხონ, მე ხატი გავაჩუქა ეს წიგნი, 3 მეტია. სადაც განხილულია ნილო ხარაკიშვილის კიდევ ერთი ბერძნელი ლუარკესი, მეგონი ალექსანდრე ლუარკესის და მესამე გახლავთ ლაშა ბუღაძის სანტიმენტია. ეხლა შევეცდები მეტნაკლებად აი ამ სამ ნაწარმოებს შევეხო. ნილო ხარაკიშვილი მეგონი თქვენთვის ცნობილი მწერალია, ეს გახლავთ გერმანულენოვანი წარმოშობით ქართველი ქალბატონი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში, წერს გერმანულად წიგნებს და შემდეგ ითარგმნება ქართულად და მან დაწერა ის რეჟისორიც გახლავთ, სცენარისტიც გახლავთ, მოქმედება განსაზღვროს და გაანალიზოს მისი წარსულიდან. გესმით? მისი წარსულიდან და ეს ძალიან აიეტი აღნიშნულება როგორც საქართველო. აი ესე აღვიქვი, როდესაც აიეტის პერსონაჟს ვეცნობოდი, რომ ეს იყო თვითონ საქართველო, საუბრობდა თითქოს საქართველოზე, ეს აიეტი მთლიანად და მისი სინანულიც. აი როგორ მიიღო ამ ნაწარმოებში ვიძახი. არა, მაგზაზე ერთი კაცი მიდიოდა. მიიღო უცხო როგორც საკუთარი და ყოველთვის გამოირჩეოდა მისდამი პატივისცემა, იმიტომ რომ ჩვენ ეგრე ვიცით, ჩვენ და აი ეს ზუსტად ეს და ზოგჯერ გამოიყენებენ შემოგვიდა ეს ის მართლაც ისე ხდება იმას იასონს არც უარსეუბნება, არც მაშინ ვიანაზღურებს ყველას ის შემოსვლა და აიეტის მხრიდან ესეთი მიღება ჩვენ ეს ვიცით ქართველებმა საქართველოა, რომელიც მე გაგვიხდება ხოლმე ჩვენ არა ჩვეულებრივი მიგნებაა თამარ. ხო ესე ესეთი ასოციაცია მქონდა, როდესაც აი ამ აიეტის თავში თუმცა საზოგადოებას უთხრათ, რომ გენეტიკურად წარმოშობით აიეტი ქართველი არ არის. აიეტი არის ბერძენი ჰელიოსი ღმერთის შვილი, რომელმაც მოინდომა მას თავიდან ერგო წილად ისა კორინთოს მეფობა გაანაწილა, რომ გაანაწილა შვილებზე მიწები, მაგრამ მან თქვა, რომ მე ეს ადგილი არ მინდაო, მე რაღაც შორეული მიწები მიზიდავსო და
მან მოითხოვა რომ კოლხეთში ჩამოვიდეს და იქ გახდეს მეფე და დააკურთხა ჰელიოსმა და გამოუშვა კოლხეთში და კოლხეთში ის ირთავს ცოლად კოლხ ის არის უტარებერთი შვილი, ჰელიოსის შვილი, მაგრამ ჩვეულებრივ მომდავ ქალს იდეას, ქართველ კოლხ ქალს ირთავს ცოლად, რომლისგანაც ეყოლება იგივე მედია ქარისა, რომელიც ოთარ ჭილაძესთან მისი და ცოტი შორის ოთარ ჭილაძეს კარგად აქვს აქ და აღწერილი რომ ის რა ქვია მამიდა ძალიან უყვარს იმას რა ქვია მედიას და მასთან ერთად ატარებს ყველაზე ბევრ დროს და ძალიან ისეთი მიამიტიგო ჯერ კიდევ 25 საუკუნის წინ საქართველო, ქართველობა და კოლხეთი ცნობაზე გახდა მთელი მსოფლიოსთვის. ესე მეორე იმიტომ რომ ის უდაოდ აღიარებულია როგორც ძალიან ჭკვიანი ქალი. ის აღიარებულია როგორც ძალიან ერთგული შეყვარებული, ერთგული მეუღლე და ქართველ ქალებს ეს უშვებია რომ ქვის ერთგულები ვართ და ის ნამდვილად რჩება ერთგული რა უპასუხისმგებლო ქვის ევროპულად უპასუხისმგებლო ქვის წინაშე რომელსაც შეუძლია დღეს საქმის გამო დღეს ერთი ყავდეს ხოლმე გზადაგზა სანამ კოლხეთში ამოვიდოდა ცოლები იცვალა ხალხს საშინელებები ჩაიდინა ამასორმა და მერე ძალიან კარგად გაცვალა ადვილადია ანუ აი აქ ვაჩვენა ორი საქმის პიროფსიქოტიპი ერთი იმგვარი არსის მატარებელი რომელსაც შეუძლია ერთგულება და თავგანწირვა ის არის მედია და მეორე რომელიც არის ძალიან ცვალებადი არამყარი უპასუხისმგებლო ევროპელი კაცი რომელიც ჩემთვის მაგალითად ის უფრო უხერხულია რომ ნასონის ნაცია ვიყო ვიდრე ვიყო მედიას ნაცია ამიტომ პააკაც იქონიას ვეწყოდი რომ არ ხარ შენ მართალი იმაში რომ მედია ასე დაგვიმცირე და დავიწყე არ ვიცი რა განსხვავება ხდება აუცილებლად თუ სამე შეუძლები ბარბარიკოიეს აუცილებლად დაუწყო ამ შეკითხვას და იასოს მიღებულ გაუგებრებს დიახ ჩვენ ვართ ერი რომელმაც მედია მიიღო თავის ნაკლი და ღირსებით ეხლა ჩვენ დღესაც ვაკეთებთ ჩვენ შვილებს